გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი დედოფლისწყაროში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მეოთხე სამმართველოს ესტუმრნენ და მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცეს. მესაზღვრის დღე მიულოცეთ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დისლოცირებულ სასაზღვრო პოლიციის მეოთხე სამმართველოს მესაზღვრეებს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი მესაზღვრეები ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნავენ ჩვენი ქვეყნის დაცვისთვის. მინდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან მიულოცო თითოეულ მესაზღვრის პროფესიული დღე. დღეს დედოფლისწყაროში მეოთხე სამმართველოში ჩვენს მესაზღვრეებს მიულოცეთ პროფესიული დღესასწაული. ჩვენთვის როგორც სასაზღვრო რეგიონისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ამ სამსახურის გამართული მუშაობა და მინდა თვითოულ მესაზღვრის დედოფლისწყაროდან მიულოცო პროფესიული დღე და მადლობა მოუხადო მსახურებისთვის და სამშობლოს დაცვისთვის. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის დაცული ტერიტორიებისში და საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვა არის პრიორიტეტული. დღეს აღენიშნება მესაზღვრის დღე და გადავწყვიტა ბატონმა მინისტრმა და სამინისტრომ, რომ ამ დღესთან დაკავშირებით არა მხოლოდ მილოცვა, არამედ მადლობის სიგელები დავაჯილდობოთ, როგორც ლაგოდეხის ისე დედოფლისწყაროს სასაზღვრო სამსახურები, რომელთანაც სამინისტროს და რეინჯერებს აქვს ძალიან აქტიური კოორდინაცია ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ორივეს როგორც ქვეყნის დაცვის, ისე ბუნების დაცვის საქმეში შეაქვს ძალიან დიდი წვლილი და ამიტომ სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი იყოს აღიარებული და კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს კოორდინაცია ჩვენს მესაზღვრეებსა და რეინჯერებს შორის ჩვენი ბუნების დაცვის მნიშვნელოვან საქმეში.